ეს ექსპედიციის დასკვნები რაც შეეხება საქმეში აბსოლუტურად არც ერთი არ არის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მეტყველებდეს ჩემი დაცვის კითხვების საწინააღმდეგოდ. არც ერთი მტკიცებულება რაც საქმეში აქამდეა ჩატარებული. უნებრივია ჩვენც ჩავატარებთ ექსპედიციებს, ჩვენც მოვითხოთ ჩვეულებრივ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და გოგა ანჩაბაძე ისე როგორც მე განწყობილი ვართ იმისათვის, რომ კანონიერად სამართლიანად ვიდაოთა ეგაქციების საფუძველი და მიმალის საფუძველი არსებობდა 40 წლის განმავლობაში თუ გოგა ანჩაბაძე თუ ვერ წავიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, გადავიდა როგორც ბრალდების ყარი ამბობს 40 შემდგომში ან აქამდე რა შეუშლიდა ხელს და ან შემდგომში რა შეუშლიდა ხელს. ისინი თვითონ ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფაქტურად ძალიან სერიოზული და მძიმეა. ამავდროულად პირიქით ორი განცხადება იყო სავალკო პროკურატურაში განცხადება შეტანილი ბრალდების მიერ, რომ დავკითხეთ საგამოძიებო მოქმედებებში მივიღებ მონაწილეობას და თვითონ გამოთქვამს ზღატო უფლენსა. მოგეხსენებათ ბრალდებული არასდროს თუ იმას გაქცევას აპირებს არ მიმართავს ბრალდების მხარეს დაკითხვის მოთხოვნა. ჩვენ გვქონდა განმარტება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, რაც ბუნებრივია განჩინებაში ასახული და არგუმენტები სასამართლოს მხრიდანაც ბუნებრივია ასახული ამ განჩინებაში. აქედან გამომდინარე დამატებით ამასთან დაკავშირებით ხარვეზები იყო რამდენადაც ვიცით დაკავების დროს. ამასთან დაკავშირებით მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის იმ სახის ინფორმაცია, რაც შემოწო თქვენთვის საჯარო ინფორმაციის სახით თქვენთვის მომეწოდებინა. სხვა დანარჩენ გარემოებებთან დაკავშირებით შეფასებებს გააკეთებს უკვე საქმის გამხდომელი სასამართლო მის მიერ საბოლოოდ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელზეც ბუნებრივია მე წინასწარ ვერ გავაკეთებ ვერანაირ კონკრეტულ განმარტებას. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით.